გამარჯობა ძვირფასო YouTube მაყურებლებო. გაზაფხულის მშვენიერ დღეს მეც მშვენიერი ამბებით დაგიბრუნდით. მე ლაშა გურგენიძე ვარ და თქვენ ქართულ ამბებს უყურებთ. მადლობა აქტიურობისთვის. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ეს ძალიან გვეხმარება. მადლობა ჩვენს წარმდგენს და მთავარ პარტნიორს კროკოს, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ისღა დაგვრჩენია დღევანდელი ამბების თხრობაზე გადავიდეთ. ვაჟა-ფშაველას უცხო სტუმრები. როგორც ვიცით, ჩვენი სახელოვანი მწერალი ვაჟა-ფშაველა სწავლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა. დიდი სიმდიდრით არც არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა ამ პერიოდში განსაკუთრებით უჭირდა. არადა მთის არწივს სულ სხვა სიმდიდრე გააჩნდა. სწორედ ამაზე მოგიყვებით ახლა. ერთხელ ჩარგალში უცხო სტუმრები ჩამოსულა. ეთნოგრაფები, რომლებიც მთის ყოფა-ცხოვრებას სწავლობდნენ. სტუმრებს რასაკვირველია ძალიან უნდოდათ ვაჟა-ფშაველას პირადად გაცნობა. ამიტომ არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ მიადგნენ ვაჟას ღარიბულ სახლს. რასაკვირველია მგოსანმა სტუმრების შინ მიიპატიჟა. სხვანაირად როგორ იქნებოდა, სტუმარ მასპინძლის ავტორს ეგ როგორ შეეშლებოდა. ცოტა ხანს ისაუბრეს, ვაჟამ თავისი მოუყვა, სტუმრებმა თავიანთი მისიის შესახებ მოუთხრეს. ბოლოს კი ვაჟამ უთხრა: ახლა კი დროა ვიქეიფოთო. გაოცებულმა სტუმრებმა თვალი მოავლეს სახლს. ერთი პატარა ხის მაგი და ძველი სკამი, თაროებზე წიგნები, კუთხეში საწოლი და ერთი ცქურა, რომელზეც საწყლად იდგა ერთი ჩაიდანი. სტუმრები უხერხულად შეიშმუშდნენ, ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა გამასპინძლებოდა ვაჟა-ფშაველა. ამიტომ უხერხული სიტუაციიდან გამოსავალი მოიფიქრეს. გოსანს უთხრეს: არა, არ არის საჭირო გვეჩქარებაო. მადლობა გადაუხადეს და წამოსვლა დააპირეს. ვაჟამ კი შეაყოვნა: არსად არ გაგიშვებთ, ჩემი სტუმრები ხართო. ამასობაში რა მომხდარა სოფელში. უცბად ხმა გავარდა, ვაჟას სტუმრები მოუვიდნენო. ერთმა მეზობელმა მეორეს გასძახა, მეორე მესამე მეოთხეს და ცოტა ხანში მთელი სოფელი ფეხზე დამდგარა. ამასობაში შემოაღეს მეზობლებმა კარი, ზოგს ხაჭაპური დაეცხო, ზოგმა თაფლი და ხილი შემოიტანა, ზოგმა ყველი და ნაღები, ზოგმა სასმელი. ერთ მათგანს კი პირდაპირ ცხელი ქვაბით შემოეტანა ხინკალი. მთელი მაგიდა გაივსო ნაირ-ნაირი საჭმელ სასმელით. სტუმრები გაგიჟდნენ, მსგავსი არაფერი ენახათ. ვაჟამ კი უთხრა: აი, მეგობრებო, ესაა ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც კი ადამიანს შეიძლება გააჩნდესო. როგორ გინდა არ დაეთანხმო. მთელი ღამე ვაჟა-ფშაველას სახლიდან ტკბილი სიმღერის ხმა გამოდიოდა. ნეტავ იმ სუფრაზე მეც მომახვედ რა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანიც ამაზე ოცნებობს. ძველი მოკრივეები. დღესდღეობით შერეული საბრძოლო ხელოვნება ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა. ამ სპორტით დაინტერესებულმა ადამიანებმა რასაკვირველია ყველაფერი იციან მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას შესახებ. ჩვენი მებრძოლები ხომ ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ. მათ გარდა ბევრი მებრძოლი გვყავს ამ მიმართულებით. გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, ალექსანდრე თოფურია, რომან დოლიძე და სხვები. მინდა ამ გადაცემის სახელით უამრავი წარმატება ვუსურვო ჩვენს მებრძოლებს. საქართველო ოდითგანვე იყო დიდი მებრძოლების ქვეყანა. თუმცა ცოტამ თუ იცის იმ გამორჩეული მოკრივეების შესახებ, ვინც გასულ საუკუნეებში იყვნენ განთქმულები. მოდი რამდენიმე მათგანი გავიცნოთ. თბილისში სახალხო თამაშობებიდან ალბათ ყველაზე პოპულარული კრივი იყო. ამას ტურნირის სახე ჰქონდა. სხვადასხვა უბნებიდან იკრიბებოდნენ მოკრივეები და კრივს მართავდნენ. ეს იმ დროისთვისაც დიდი ამბავი იყო და მის სანახავად საზოგადოების ყველა ფენა იყრიდა თავს. ზოგიერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ მეტსახელს ატარებდა. აი მერაბ დვალიშვილს ხო მანქანა ქვია და ილია თოფურიას მატადორი. ასე არქმევდა ხალხი მეტსახელებს ადრეც თავიანთ საყვარელ მებრძოლებს. მაგალითად, ერთ-ერთ დიდ მოკრივეს ერქვა ქარაფქანდოლი, კლდის დამაქცევი. რატომ შეარქვეს ეს სახელი? როგორც ამბობენ ამ მოკრივეს კლდისთვის რომ მუშტი შემოეკრა, ბელტს ჩამოაგდებინებდაო. ცოტა რთული წარმოსადგენია, თუმცა ხალხი ტყუილად არავის არაფერს არქმევს. მეთანხმებით, ხო? მეორე მოკრივე ასეთი მეტსახელით ვიცით, დნგრ სოლომონა. როგორც ჩანს, სოლომონას დარტყმული რახმასაც გამოსცემდა, იმის მიხედვით შეარქვეს. ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაღონავდა. მეცაც გეტყვით. მასზე ამბობდნენ, რომ შედარებით სუსტ მოწინააღმდეგეებთან ფეხზე დამდგარი არ კადრულობდა ჩხუბს. იჩოქებდა და ისე ჩხუბობდა. კიდევ ერთი მოკრივე ვიცით, ქაჩალი სტეფანე. ამ ქაჩალ სტეფანეზე ასეთი ლეგენდაა. ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბინიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავში. აგური 4-ად გადატყდა. ხოლო სტეფანემ კი აინუნშიაც არ ჩააგდო.
მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოთქვა: ვინო ხერია, რას მეკენჭავებაო? ასეთი მეტსახელები ჰქონდათ ადრე ჩვენს მებრძოლებს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ბიჭებს UFC-ში. ვეკუა კომკავშირიდან გარიცხეს. ერთი საინტერესო ამონაწერი ამოვიკითხეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ALKK კომიტეტის 1936 წლის სხდომის ოქმიდან. ALKK აბრევიატურაა და ასე იშიფრება: ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირი. ნახოთ რა წერია ოქმში, მოისმინეს. ილია ნესტორის ძე ვეკუას შესახებ მეცნიერ მუშაკთა ALKK ორგანიზაციის დადგენილება. აზრი გამოთქვეს მამიაშვილმა, მირცხულავამ, ბიწაძემ, ხუნდაძემ, ვეკუამ. დაადგინეს: ა. ილია ნესტორის ძე ვეკუა, დაბადებული 1907 წელს, ALKK წევრი 1925 წლიდან. სოцწარმოშობა გლეხისშვილი, სოციალური მდგომარეობა მოსამსახური, უმაღლესი განათლების დოცენტი. 1923-28 წლებში ცხოვრობდა ტროცკისტ ი ხურცილავას ბინაზე. მათთან იკრიბებოდნენ კონტრრევოლუციურ ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრები: არდაშელია, ბელქანია და სხვები. შეხვედრები ჰქონდა ბელქანიას ბინაზეც, სადაც ავითარებდნენ საბჭოთა კავშირისთვის დანგრევის გეგმებს. წარმომიდგენია რა მათემატიკური სიზუსტით დაგეგმავდა ვეკუა საბჭოთა კავშირის დანგრევის გეგმას. ბ. გენერალური ხაზის საწინააღმდეგო კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ თვალსაზრის ერთ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობის, ინდუსტრიალიზაციის, მუშათა და გლეხთა დამოკიდებულების და სხვა საკითხებზე. ილია ვეკუა ესწრებოდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტ ბელქანიას, არდაშელიას, ხურცილავას შეხვედრებს. ისმენდა მათ კონტრრევოლუციურ შეხედულებებს და არამხელდა და უმალავდა კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციას, რომ თვითონ თანაუგრძნობდა და იზიარებდა მათ შეხედულებებს. ამიტომ ტროცკისტებთან ბრძოლის დროს ვეკუა არ გამოდიოდა მათ წინააღმდეგ. ვეკუა თავის დროზე გამოძახებული იყო უნივერსიტეტის ALKK ბიუროს კოლექტივის მიერ, სადაც ის შეეცადა დაეფარა დამოკიდებულება ტროცკისტებთან. ბიუროს კოლექტივმა მას მისცა საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით. ამის შემდეგ დღემდე ვეკუა ფარავდა თავის წარსულს. არ გამოდიოდა კრებებზე, ორგანიზაციაში ითვლებოდა პასიურ წევრად, არ ღებულობდა კომკავშირულ დავალებებს და არ აქვს გადახდილი კომკავშირის საწევრო. ვეკუა თავის განცხადებებით მეცნიერ მუშაკთა ALKK ბიუროს დახურულ კრებებზე გამოდიოდა არა გულწრფელად და შეეცადა თავისი წარსულის დაფარვას. ილია ნესტორის ძე ვეკუა გარიცხულ იქნას ALKK რიგებიდან. აი ასე დაასკვნეს დიდი სამბით. ახლა კი სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინ სულაც არ ქონდა არავის სახუმაროდ საქმე. ხომ გახსოვთ რა პერიოდია? 1936 წელი. ერთი წლის შემდეგ იწყება მასიური რეპრესიები, დახვრეტები და გადასახლებები. ერთი სიტყვით გადავრჩით. ამ ამბავს, რომ სერიოზული მსვლელობა მისცემოდა, ილია ვეკუა დღეს არავის ეცოდინებოდა. იმ დროისთვის მას საკანდიდატო დისერტაციაც არ ჰქონდა დაცული. არაფერს ვამბობ მის სადოქტორო დისერტაციაზე, აკადემიკოსობაზე, უნივერსიტეტის რექტორობაზე და სხვა ძვირფას საქმიანობებზე მეცნიერებაში. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ გადაცემა, ერთი პატარა თხოვნა მექნება თქვენთან. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. თვითოეულ დაკლიკებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე კომენტარებში დაგვიტოვეთ თქვენი აზრი. ჩამოგვიწერეთ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ვისზე გესიამოვნებათ ამბების მოყოლა და მე ყველანაირად შევეცდები შესაფერისი ამბები მოგიმზადოთ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.